ადგენად. მაშინ გქონდა შეთავაზება, რომ თუ გნებავთ თქვენ მიიღოთ მარშლის გეგმით ამერიკის დახმარება, მაშინ თქვენ უნდა მიიღოთ ლიბერალიზმის იდეოლოგიაც. და იყო მაშინ გაყოფილი კომუნიზმით და ლიბერალიზმით, უკვე ნაციონალ-სოციალიზმის ნანგრევებზე, რომელიც შემდეგ გაბატონდა და გაძლიერდა. ამიტომ დღეს რომ ეს ხდება, გასაკვირი საერთოდ არაა. ხო. ნუ აქ არის ერთი საინტერესო კითხვა. გამარჯობა ერბილე, ერთი კითხვა მაქვს. მაინტერესებს ჩემი აზრი ასეთი, რომ მაინც მგონია, რომ ტრამპი მოიყვანეს ებრაელებმა ირანის გასანადგურებლად. ნუ ახლა იცით რა შეა საქმე, შეთქმულების თეორიებს რო თავი დავანებოთ, ფაქტი არის ის, რომ ტრამპი თავისი შეხედულებებით, თავისი იდეოლოგიით და თავისი მოქმედებით და თავისი პოზიციებით აღმერთებს ისრაელს და მართლა ამ კაცი ჭამია ბავშვების სისხლის მსმელ ნეთანიაჰუს, რომელიც დასანქცირებული იყო პირიქით. ჰააგის ტრიბუნალის პროკურორს დაუწესა სანქციები, სხვადასხვა ეს ავიწყდება ბევრს კიდე, რომ იმ ჰააგის ტრიბუნალის პროკურორი პუტინის ბრალდებელიც არის, რომელმაც ასევე პუტინს დადო ბრალი კაცობრიობის წინაშე დანაშაულში და ამ პიროვნებას დაუწესა ტრამპმა სანქციები. რა გითხრა, იცით, მე ცოტა მიუხედავად იმისა, რომ რა თქმა უნდა ებრაული ძალის, რა თქმა უნდა სიონიზმის და რა თქმა უნდა ამ ძალის როგორც ასეთი არსებობას არ უარყოფდა არის ეს უკვე შეთქმულების თეორია და კულუარული რამე კი არა, იგივე ეს აიღეთ კაცო, მაკრონი აიღეთ, იგივე ებრაული ძალის მოყვანილი არის მაკრონიც. კი ბატონო. ყველა თავს იკლავს რამენერად ისრაელს დაეხმარონ. ახლა რამდენად ირანის განადგურებისთვის და ასე შემდეგ ეს საკითხავია. ტრამპი თვითონ არის ის პიროვნება თავისი პოლიტიკური მოღვაწეობის პერიოდში პირველ პრეზიდენტობის დროსაც იმით გამოირჩეოდა, მე ვამბობ, ფაქტებით და შედეგებით, რომლის დროსაც არც ერთი კონფლიქტი არ დაუწყია ამერიკის შეერთებულ შტატებს და პირიქით ის კონფლიქტები, რომელი კონფლიქტებიც არსებობდა, მას დახვდა. ამ კონფლიქტების გაქრობაზე პირიქით ცდილობდა, მაგრამ ქმედებით ტრამპის პერიოდში არც ერთი კონფლიქტი არ დაწყებულა. ნუ შევხედოთ მომავალში ფიქრი და იდეა შეიძლება არსებობდეს, მაგრამ ხლა ირანი ჩემო კარგო ეს არც დანია, გრენლანდია რო წაართვან და არც ვინმე თავში წამოსარტყმელი ქვეყანა. მით უმეტეს, როდესაც ამერიკელებს აქვთ კატასტროფული გამოცდილება გინდათ ერაყის მარცხი იყო, მიუხედავად იმისა, რომ მათ სამხედრო ტაქტიკური ბრძოლები მოიგეს, საერთო ჯამში ომი წააგეს ერაყში და ირანს დაუტოვეს გავლენის სფეროთ, ასევე ავღანეთში, მიუხედავად იმისა, რომ ბრძოლები იქნა მოგებული, მათ ომი წააგეს და სამართლიანად გამოიქცნენ ავღანეთიდან. და თუ ირანს ავიღებთ კიდე, ეს ირანი მით უმეტეს, რომელმაც რუსეთთან სტრატეგიული მოკავშირეობა გააფორმა, გაახლა უბრალოდ ეს არ არის ის ქვეყანა, რომელსაც ასე მარტივად ვინმე გაგაყლაპავს. მოკლედ ეს არის ჩემი პასუხი, არ ვიცი რამდენად დაგაკმაყოფილად, მაგრამ აი ეს არის. გაიხარე ძმაო, გაიხარე, მადლობა ესეთ დამოკიდებულებისთვის, მაგრამ რა ვიცი, აბა რა გითხრა, არ მაყენებენ და ჰე. რა სიტყვი ცეცხლის შეწყვეტის ისან დაკავშირებით იმის ფონზე, რომ არ ვიცი, დაასრულე ჭირიმე რის ფონზე დათამწერდა. და რუსეთმა რომ თავისი გაიტანოს, რას ფიქრობ, რა ბედი გვეწევა, თუ შემწეობის იმედზე ვიყოთ.